გამარჯობა, ეთერშია კურიერის 3 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე გესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე, დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ ხელისუფლების ზედა ეშელონებში კორუფცია დამარცხებულია და ეს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგია. პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა ქვეყანაში არეულობისა და რევოლუციების მცდელობებიც. მისით მით ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობოებს, რომლებიც ემსახურებიან უცხო ძალებს, თავისი სახელი დაერქვათ. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე. ჩვენი კორესპონდენტი ლელა ჯავახიშვილი იმყოფება საკანონმდებლო ორგანოში და ის შემოგვერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ლელა, გისმენთ. კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად არის დამარცხებული. ანგარიშის წარდგენამდე შესავალ სიტყვაში ირაკლი კობახიძემ სწორედ იმაზე ისაუბრა, თუ რატომ იყო გასული წელი გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში და რა შედეგები მოიტანა საკადრო და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა. პრემიერ-მინისტრის თქმით დასრულდა სხვადასხვა არასწორი პრაქტიკა, დაიწყო სრული გამჭვირვალობა და გაუმჯობესდა მართვის სისტემა, მათ შორის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობით. მისივე თქმით, მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც მუდმივი პროცესია. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ შარშანდელი წელი იყო გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში, სხვადასხვა თვალსაზრისით. ზუსტად 1 წლის წინ საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო ცვლილებები და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს მთავრობის საქმიანობაში. ამ წლის განმავლობაში თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა საქართველოს მთავრობაში და ეს იყო მთავარი გარდამტეხი ცვლილება, რაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით. ეს საკადრო ცვლილებები ეხებოდა უშუალოდ სამთავრობო უწყებებს და მთავრობასთან დაკავშირებულ უწყებებს. მათ შორის ხაზი მინდა გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობაში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფით. 2025 წელს ამ დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად გადაიხედა 115 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც დაიზუგა 67 მილიონ ლარზე. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ. ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება და გამჭვირვალობა არის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მანკიერებისგან დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ასევე თქვენ იცით, რომ ჩვენ უარი ვთქვით სხვადასხვა არასწორ პრაქტიკაზე, როგორც იყო მაგალითად ქონების პირდაპირ მიყიდვის პრაქტიკა. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები სახელმწიფო საწარმოებში, რაც მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებ. მთლიანობაში ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენს მართვის სისტემაში კორუფციული პრაქტიკის ძირეულად აღმოფხვრას. ეს ხო ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გასული 1 წლის განმავლობაში და შემიძლია თამამად თქვა, რომ ამ 1 წლის განმავლობაში ამ ძირეულ მიზანს ჩვენ არსებითად მივახციეთ. და კიდევ ერთხელ შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არა ოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ამ საანგარიშო პერიოდიდან. გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ეჭვები და რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანი ბოლომდე აგებთ პასუხს. ასეთი კითხვა არაერთხელ დაისვა ჩემი მხრიდან, მათ შორის დებატების დროს, თუმცა ოპონენტებმა ვერც ერთი ასეთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს. რაც ჩვენთვის არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული. რევოლუციის ხუთი მცდელობა ბოლო 4 წელში და გასული წელი როგორც ქვეყნის დამშვიდების პერიოდი, სწორედ ასე შეაფასა ქვეყნის პრემიერმა შიდა პოლიტიკური პროცესები და თქვა, რომ კორუფცია იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც შიგნიდან არღვევდა სისტემას გარე ძალებისგან მომდინარე საფრთხეების ფონზე. თუმცა მისივე თქმით, მთავრობამ შეძლო პროცესების მართვა, რადგან საზოგადოებამ გამოიჩინა სიმტკიცე, ხელისუფლებამ უკომპრომისო ოპოზიცია და ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი, მათ შორის კონკრეტული კანონმდებლობის მუშაობის ხარჯზე. ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა იმაზეც, თუ რა როლი აქვს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს უწყვეტი მშვიდობის, სუვერენიტეტის და ეკონომიკური პროგრესის შენარჩუნებაში.
იმდა შევეხო ასევე პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც განვითარდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. შარშან ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები ძალიან დიდი წარმატებით. არავითარი კრიტიკა ამ შემთხვევაში არ ქონია ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით, არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა 4 ოქტომბერს უცხოურმა აგენტურამ დაამტყვია ხელისუფლების დამხობის მცდელობა. და მე მინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ჩვენ სამართალდამცავ სტრუქტურებს, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო საფრთხების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სამსახურს მინდა მადლობა გადავუხადო იუველირული მუშაობისთვის გასული წლის ოქტომბერს. ძალიან მძიმე პროცესები იყო და ძალიან სერიოზულად იმუშავეს პრევენციულადაც საფრთხეების აღსაკვეთად და უშუალოდ 4 ოქტომბრის დღეს, როდესაც იყო პირდაპირ შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, ღონისძიებები ჩატარდა ისე, რომ ერთი თქმის ღერი არავის ჩამოართმია. და საბოლოო ჯამში დამხობის მცდელობა დასრულდა წარუმატებლად. კიდევ ერთხელ მადლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებისთვის. როდესაც მადლობაზეა საუბარი, მთავარი მადლობა ეკუთვნის მაინც რა თქმა უნდა ქართულ ხალხს, ჩვენ საზოგადოებას, რომ არა ქართული ხალხის მხარდაჭერა იმ კურსის მიმართ, რომელიც აქვს აღებული ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ვერც ერთი წარმატება ვერ შედგებოდა. მიუხედავად სერიოზული გამოწვევებისა, მიუხედავად შანტაჟის არაერთი მცდელობისა, საზოგადოების სიცრუეს შეყვანის არაერთი მცდელობისა, საზოგადოება ბოლომდე დადგა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და რომ არა საზოგადოების სიმტკიცე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერც ერთი წარმატება ვერ შედგებოდა. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი პირველ რიგში ქართულ ხალხს და ქართულ საზოგადოებას სიმტკიცისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მტკიცედ გაფრთხილებისთვის. ჩვენ გასული წლის განმავლობაში მოახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული რამდენიმე წელიწადი. 4 წლის განმავლობაში ჰქონდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობა, საიდანაც 4 იყო ძალადობრივი. ასეთი რთული პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ საუბრობდით ეკონომიკურ წინსვლაზე. ჩვენ ჰქონდა 9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიურად გასული 5 წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი მოახერხეთ რევოლუციის 5 მცდელობის ფონზე. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყოფილიყო სხვანაირი მიდგომა ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. თუმცა, ეს არის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ მოახერხეთ გამოწვევების დაძლევა და ჩვენ მოახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. ამაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პარლამენტს ჰქონდა განსაკუთრებული წვლილი, განსაკუთრებით იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა გასული წლების განმავლობაში და განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი გამჭრელობის შესახებ კანონზე, გრანტების შესახებ კანონზე. ეს იყო ზუსტად ის კანონები, რომლებმაც მოგცა ჩვენ ვითარების დამშვიდების საშუალება. თქვენ იცით, რა ხმარდებოდა უცხოური გრანტები. ეგრეთ წოდებული NGO-ებზე გაცემული გრანტები ჩვენს ქვეყანაში ხმარდებოდა ზუსტად რომ ქვეყნის არევას, ხმარდებოდა თავდასხმას სახელმწიფო ინსტიტუტებზე, თავდასხმას მართლმადიდებელ ეკლესიაზე, საბოტაჟის მცდელობას და ასე შემდეგ. ჩვენ საბოლოო ჯამში გამჭრელობის კანონმა მოგცა ვითარების რადიკალურად შეცვლის საშუალება და მე მახსოვს თითოეულმა თქვენგანმა როგორი პროცესები გამოვიარეთ თავის დროზე. რამხელა შეურაცხყოფის და უსამართლობის ატანა მოგიწიათ, მაგრამ მაშინ გუნდის თითოეული წევრი, თითოეული პარლამენტარი დადგამოწოდების სიმაღლეზე სხვანაირად ასეთი ბრძოლის გარეშე, რა თქმა უნდა, შედეგები ვერ მიიღწევა და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ პრინციპულობისთვის და სიმართლის ბოლომდე გატანისთვის. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით მოახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. პირველ რიგში იმით, რომ ხალხს უთხარით სიმართლე. ჩვენ ძალიან გვიჭირდა ხალხისთვის სიმართლის თქმა. მე მახსენდება იგივე თუნდაც 2021 წელი, 22 წელი, მანამდე წლები, როდესაც საკმარისი იყო ერთი ევროპარლამენტის უსამართლო განცხადება, რომ ხალხში ამას გამოიწვია სერიოზული ხელვარება. დღეს საზოგადოება უკვე ძალიან კარგად არჩევს სიმართლეს ტყუილისგან. და ამაზე დაგჭირდა ჩვენ სერიოზული მუშაობა. ჩვენ დაგჭირდა სიმართლის
გაზიარება ქართული საზოგადოებისთვის, მათ შორის იმ მანკიერებების შესახებ, რომელსაც ხედავდით ევროპულ ბიუროკრატიაში, თავის დროს ამერიკულ ადმინისტრაციაში და რომ არა ამ სიმართლეში საზოგადოების გათვალისწინებიერება, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიჭირდებოდა ჩვენი საერთო გამოწვევების დაცლება. ჩვენ ასევე თავის სახელით დავარქვით იმ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურებიან უცხო ძალებს. აქ საუბარია როგორც ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ პარტიებზე, ასევე ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ეგრეთ წოდებულ მედია საშუალებებზე და ასე შემდეგ. რომ არა ეს სიმართლე, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდებოდა გამოწვევებთან გამკლავება. როდესაც საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მე აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ის მიღწევები, რომლებიც აქვს საქართველოს მთავრობას, ამ გასული წლების განმავლობაში, მათ შორის გასული წლის განმავლობაში, საბოლოოდ არის იმ გეზის დამსახურება და იმ სწორი პრინციპების დამსახურება, რომლებიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ. და საბოლოო ჯამში ის რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა, უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, ის რომ ქვეყანაში არის დღეს სიმშვიდე, ის რომ ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ის რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის პირველ რიგში სწორედ ამის დამსახურება და ამ ადამიანის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება კიდევ ერთხელ მადლობა მას სწორი პრინციპებისთვის, სწორი ღირებულებებისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც გვაძლევს თითოეულ ჩვენგვანს საკუთარ საქმიანობაში. საგარეო პრიორიტეტებს შორის დასახელდა კავშირების გაცლიერება მეზობელ სახელმწიფოებსა და ცენტრალურ აზიასთან ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და პოლიტიკური რესურსების განმტკიცებისთვის. აღინიშნა ისიც, თუ რა კონკრეტული შედეგები მოიტანა ჩინეთთან სტრატეგიულმა პარტნიორობამ, რომელიც ყოვლის მომცველი პარტნიორობის ეტაპზე გადავიდა, რატომ რჩება ოპტიმიზმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის კონტექსტში და როგორ ასრულებს საქართველოს ევროკავშირთან გართულებული ურთიერთობის ფონზე ვალდებულებების შესრულებას. ყურადღება გამახვილდა არაღიარების პოლიტიკასა და პრაგმატულ მიდგომაზე, რომ კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ სამეზობლოში გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სანგარეშო პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში. ასევე განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ცენტრალურ აზიაზე და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებაზე. ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი და ასევე ჩვენი პოლიტიკური რესურსები და ბუნებრივი მიმართულებით მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩინეთთან მიღწეული პროგრესი სანგარეშო პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე დღის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან, რაც არის ახალი ეტაპი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ. და ეს ყველაფერი არის გამოხატული კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებში, როგორც პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერებაში, ასევე ეკონომიკური კუთხით ხელშესახებ პროგრესში. ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ არაერთი საჯარო განცხადება, მათ შორის პირადად მე. ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. მე პირადად გქონდა სატელეფონო საარი სახელმწიფო მდივან რუბიოსთან და გქონდა ძალიან მეგობრული და საინტერესო საუბარი ორ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ შედგა საქართველოში ტექნიკური ვიზიტი სახელმწიფო დეპარტამენტიდან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, იცით რომ გამოწვევებით არის სავსე ეს ურთიერთობები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სათანადოდ შესრულდეს ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან, ან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები. და სანგარეშო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ამ კუთხით ფუნდამენტური პროგრესი.
საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების 80% უკვე შესრულებული, მათ შორის უშუალოდ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 91% არის შესრულებული. ეს აჩვენებს, რა თქმა უნდა, ჩვენს მიდგომას საკითხის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ არის უსამართლო მიდგომა, არის უამრავი გამოწვევა, ჩვენ თანმიმდევრულად ვაგრძელებთ ევროკავშირის მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას. უშუალოდ ანგარიშის წარდგენა კი ტრადიციულად მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკაზე საუბრით დაიწყო კონკრეტული ციფრებით, რომელიც აჩვენებს პროგრესს და ქმნის ოპტიმისტურ პროგნოზებს. განმარტა ისიც, თუ როგორ აისახება ეკონომიკის ზრდა მოსახლეობაზე, მათ შორის საშუალო ხელფასებისა და სიღარიბის მაჩვენებელზე. ციფრები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე, არდება ციფრებს განსაკუთრებული ანალიზი. შეიძლება გაკრიტიკონ ბევრი რამისთვის, როდესაც ფეხბურთს თამაშობ, შეიძლება გააკრიტიკონ, რომ რაღაც იქ პასებში ქონდა ხარვეზები და შემდეგ ყოველთვის სწორად არ მოქმედებდი, თუმცა ტაბლოზე ანგარიში ვიდით ერთი, ამ კრიტიკას დიდი ფასი არ აქვს. და მე შემიძლია გითხრათ, რა ანგარიში დასრულდა გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის. არა ჩვენთვის, მთავრობისთვის, ხელისუფლების სუბიექტურად, არამედ რა ანგარიში დასრულდა ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორი იყო ქვეყნის წინსვლა და პროგრესი გასული 1 წლის განმავლობაში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს 2025 წელს გაიზარდა 7.9%-ით. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3.9 მილიარდი დოლარით გასული 1 წლის განმავლობაში 2025 წელს, რაც არის შთამბეჭდავი აჩვენებელი. პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104.6 მილიარდი ლარი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ დაგვხვდა ეკონომიკა 28 მილიარდი ლარი, 28 მილიარდზე ნაკლები და სულ რაღაც 5 წლის წინ, 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 50 მილიარდზე ნაკლები. ეს ნიშნავს იმას, რომ გასული 5 წლის განმავლობაში ლარში ჩვენი ეკონომიკა გაორმაგდა, დოლარში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოვახერხეთ ლარის კურსის დასტაბილურება, გამყარება. შესაბამისად, გვაქვს ზრდის ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებლები, როგორც 5 წლის ჩრდილში, ასევე გასული წლის განმავლობაში. დოლარში 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მილიარდი, ხოლო 2025 წელს გახდა 38.1 მილიარდი. ეს ნიშნავს იმას, რომ დოლარში კიდევ უფრო შთამბეჭდავია ჩვენი ზრდის მაჩვენებელი. საშუალო ზრდა გასული 5 წლის განმავლობაში შეადგენდა 9.3%-ს და რომ ავიღოთ იანვარ-აპრილის მაჩვენებლები, ზრდამ შეადგინა წელს უკვე 8.2%. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი არის შენარჩუნებული მიმდინარე წელსაც და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ჩვენ ვატარებთ ხოლმე ჩვენს ეკონომიკას, მოლდოვის ეკონომიკას, რომელიც არის ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და მინდა გითხრათ, რომ ამ 5 წლის განმავლობაში სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის სხვაობა გაიზარდა 13.5 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის უშუალოდ გაიზარდა დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარით. თქვენ იცით, რომ მოლდოვას ამადლიან სესხებს, რომელსაც აძლევენ ამ წლების განმავლობაში, ეს სესხებიც არ შველის მოლდოვას იმაში, რომ გაუმჯობესოს საკუთარი მაჩვენებლები. კიდევ ერთხელ ამ 5 წლის განმავლობაში მოლდოვას ეკონომიკებს შორის სხვაობით გავასწარით 13.5 მილიარდი დოლარით, ბიუჯეტებს შორის 3.5 მილიარდი დოლარით, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. ასევე გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოადიანი პროგნოზი, რომლის თანახმადაც 2026-2031 წლებში საქართველოს ექნება ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც ფართო რეგიონში, ასევე მთლიანად ევროპის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ეს პროგნოზიც ეფუძნება კონკრეტულ მაჩვენებლებს, იმ ტენდენციებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული 5 წლის განმავლობაში. ხშირად ისმება კითხვა, რამდენად აისახება ხოლმე მოსახლეობაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორი არის გადახდილი საშემოსავლო გადასახადი. საშემოსავლო გადასახადს იხდის დაახლოებით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, დაქირავებით დასაქმებული თითქმის ყველა პირი. 2012 წელს ჩვენი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1.764 მილიონ ლარს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი გახდა 3.326 მილიონი ლარი და შარშან ეს მაჩვენებელი იყო 8.261 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს რას?
რომ დაბეგვრის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები შეადგენს 33 მილიარდ დოლარზე მეტს. როდესაც იგივე მაჩვენებელი 2020 წელს იყო 13.3 მილიარდი, 13.3-დან გაიზარდა მოსახლეობის შემოსავლები 33 მილიარდამდე, გადაწყდა 33 მილიარდს, 2012 წელს საერთოდ იყო 7.1 მილიარდი ლარი. ეს პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ ეს ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქვს ქვეყანას, პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე. ასევე გაიზარდა გასული წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. თუ 2024 წელს საშუალო ხელფასი იყო 1971 ლარი, 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2283 ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი გაიზარდა 312 ლარით, რაც ასევე არის საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელი. ეკონომიკური ზრდა ასევე პირდაპირ აისახა სიღარიბის მაჩვენებლებზე. 2025 წელს სიღარიბის მაჩვენებელმა შეადგინა 7.1%. 2024 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 9.4% და ერთ წელიწადში ეს მაჩვენებელი შემცირდა 2.3% პუნქტით 7.1%-მდე. 2020 წლის შემდეგ 5 წლიანი მაჩვენებელიც რო ავიღოთ, სიღარიბე საქართველოში შემცირდა ზუსტად 3-ჯერ 21.3%-დან 7.1%-მდე. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ანუ შარშანი წლის ბოლოს, მთავრობის საგარეო ვალი შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 34.4%-ს. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით საგარეო ვალმა შეადგინა 31.9%, 31.5%. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს მთავრობის საგარეო ვალმა გადააჭარბა 60%-ს და ჩვენ მოახერხეთ ამ მაჩვენებლის ჩამოყვანა 31.5%-მდე, რაც არის, რა თქმა უნდა, მთავრობის ძალიან სერიოზული ძალისხმევის შედეგი. 2025 წელს პირდაპირ უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 7.6%-ით და შეადგინა დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარი. სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა 42.4%-მდე. მოხსენების დიდი ნაწილი დაეთმო კონკრეტულ სექტორულ მიმართულებებს, იქნებოდა ეს რკინიგზა თუ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელოვანი პროექტი. ამ რეფორმების შედეგად შარშან 2025 წელს გაორმაგდა რკინიგზის წმინდა მოგება და ეს მოხდა მხოლოდ 9 წლის ხარჯზე. ბატონი ლაშაბაშიძე რკინიგზის ხელმძღვანელად დაინიშნა თორსები შარშან მაისში, ანუ უკვე იწურებოდა წლის პირველი 9 და მხოლოდ 9 წლის ხარჯზე და 9 წლიანი, ასე ვთქვათ, ოპტიმიზაციის ხარჯზე ხედავთ, რომ გაორმაგებულია რკინიგზის შემოსავლები, გაიზარდა თვისებრივად საოპერაციო მოგების მარჟა 25%-დან 16%-მდე რეფორმების შედეგად. 2024 წელს თუ იყო რკინიგზის წმინდა მოგება 68 მილიონი ლარი, 2025 წელს შეადგინა 145 მილიონი ლარი. ხედავთ, რამდენად შთამბეჭდავია რეფორმის შედეგები. ასევე შეიქმნა რკინიგზის განვითარების 10 წლიანი და 3 წლიანი გეგმები. 2026-28 წლების გეგმის მიხედვით დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა, ასევე ავტომატიზებული სისტემების დანერგვა. და ამ ყველაფრის შედეგად რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 15-დან 30 მილიონ ტონამდე. გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა. ასევე ჩვენ შევიძენთ 10 ახალ სამგზავრო მატარებელს. ამის შედეგად სამგზავრო გადაყვანები, რომელიც არის ახლა წამგებიანი, გახდება მთლიანად მომგებიანი, დღეს სუბსიდირებულია და გახდება მომგებიანი. გაიზრდება მგზავრების გამტარუნარიანობა 2-დან 5 მილიონამდე. 2.5-ჯერ გაიზრდება მგზავრების გამტარუნარიანობა საქართველოს რკინიგზაში. საზღვაო სექტორში განხორციელდა ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები. საზღვაო ტრანსპორტის აგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, თანასწორმა შეადგინა 250.000 ლარი. სტრუქტურული ოპტიმიზაციის და ტარიფების ცვლილების შედეგად შემოსავალი გაიზარდა 47%-ით 9.4 მილიონი ლარიდან 13.8 მილიონი ლარამდე. ასევე გაციფრულდა სახელმწიფო სერვისები, რის შედეგადაც გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან შემცირდა 1 საათამდე. დაიწყო მსხვილტონაჟიანი ტანგერების მიღებაც. საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით გასული საანგარიშო წლის განმავლობაში. საზღვაო ნავსადგურებში გატარებული კონტეინერების რაოდენობა გაიზარდა 17%-ით. 30%-ით გაიზარდა საბორნე გადაზიდვები საქართველოს ნავსადგურებში და 540,000 ტონას გადააჭარბა.
გვაშინ ჩვენ დავანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება. ფოთში შენდება ახალი ნავმისადგომი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერით. ასევე თქვენ იცით, რომ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. ეს არის დაღრმავების და ტალღამტეხის მოწყობის სამუშაოები. აქ იყო გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, რომლის ღირებულება შეადგენდა $203.9 მილიონ და მოლაპარაკების შედეგად ჩვენ დავინახეთ ოპტიმიზაციის ძალიან დიდი რესურსი. ამ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით $204 მილიონიდან შემცირდა $151.4 მილიონამდე. პრემიერ-მინისტრის ანგარიში თავრობის 2025 წლის საქმიანობას ეხება და მოიცავს გასული წლის 1 ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით პერიოდს. დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია, რომელიც პარლამენტს წინასწარ გადმოეგზავნა და როგორც ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, დროის სიმცირის გამო მან დღეს დეპუტატებს მოხსენების დროს გააცნო მხოლოდ ამ ანგარიშის ძირითადი საკვანძო ასპექტები. მადლობა ლელა, საუბრობდა ლელა ჯავახიშვილი. პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დარბაზში კანონმდებლებმა შეკითხვები დასვეს. ამ წუთებში კი სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. დეპუტატების კითხვებზე პასუხებს ირაკლი კობახიძე რამდენიმე წუთში გასცემს, თუმცა მანამდე ოპონენტების ბრალდებებს კითხვების ნაწილში უპასუხეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. ქართული ოცნების დეპუტატებმა გახარიას თანაგუნდელები გააკრიტიკეს და სპეკულაციურ განცხადებებში დაადანაშაულეს. სხდომაზე ადგილი ჰქონდა კამაცაც. კურიერის კიდევ ერთი გადამღები ჯგუფი მუშაობს პარლამენტში, ამჯერად მარიამ კოპალეიშვილი შემოგვერთდება პირდაპირ ეთერში. მარიამ, გისმენთ. 33-მა დეპუტატმა დასვა დღეს კითხვა პრემიერ-მინისტრის მისამართით. კანონმდებლები დაინტერესდნენ ისეთი მიმართულებით, როგორიც არის მაგალითად ჯანდაცვა, განათლება, სოციალური საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ეკონომიკური პარამეტრები. იყო კამათიც, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ უმრავლესობისა და გიორგი გახარიას გუნდის წევრები. ოპოზიციონერი დეპუტატები წარმოდგენილ ანგარიშს სკეპტიკურად აფასებენ, ხოლო ამის sapasუხოდ მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ პროგრესსა და ქვეყნის წინსვლაზე ყველაზე უკეთ პრემიერ-მინისტრის წარმოდგენილი ანგარიში მეტყველებს. Თქვენი ანგარიშით ჩანს, რომ ორი საქართველო არსებობს. ერთი, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, თქვენი ფანტაზიებით და ილუზიებით და მეორე საქართველო, სადაც დანარჩენი საქართველო ცხოვრობს. გაუმართლებს თუ არ გაუმართლებს. გადარჩენისთვის ბრძოლაში. ალბათ თქვენს და დანარჩენის უსამშობლოებიც, რომელიც უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებთ, დღემდე მოქმედებთ. ალბათ ბედნიერები იქნებოდა, კმაყოფილები აქ ბომბები როციოდეს, აქ რო ფრონტის ხაზები კონდეს გახსნილი, აქ ალბათ ყოველ დღე ფიქრობდეთ იმისთვის, რომ მეორე დღე გაუთენდება თუ არა საქართველოს. ალბათ მაშინ იქნებოდა თქვენს და დანარჩენებიც, ვიცი გდგანან და რევოლუციას უწყობს საკუთარ ქვეყანას. ალბათ მაშინ იქნებოდა კმაყოფილი. აბა ერთი არგუმენტი ვერ უნახე, რაღაც სიგიჟეებს იგონებ და მოდიხარ და კონკრეტ ერთი პრეტენზია ვერ დაასახელით. კმაყოფილი რატო ხართ? დიახ, კმაყოფილები ვართ. და პრემიერმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შევამცირეთ ეს უმუშევრობა, შემცირდა ეს შეჭირვებული ოჯახების რაოდენობა, მაინც ბევრია გამოწვევა და ამაზე ილაპარაკა და ამაზე თქვით. მე წალენჯი ხელი ვარ და ვნახე თქვენი კოალიციური მმართველობა ჩემს რაიონში. განახლებული რეგიონების თემაში ყველა მუნიციპალიტეტმა ფული დაიმატა და თქვენ ისიც ვერ აითვისეთ. ეს არის თქვენი მმართველობის სტილი და კიდევ გამოდიხარ და ხმამაღლა ლაპარაკობთ. რატომ არ აფასებთ რეალურად იმ პროექტების ეფექტიანობას, რომლებმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღეს ინვესტიციები. მიიღეს სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად. ვერ არ შეასრულეს სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი და აღებული ვალდებულებები. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამის ძირითადი მიზანი და მიზეზი გახლავთ ის, რომ ასეთ პირობების მქონე ინვესტორების დიდი ნაწილი ხელისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკური გარემოცვაა. შვიდობის ფასს რო ახსენებთ, ხო? კარგად აფიქრდით, ვის ესაუბრებით. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში მიუხედავად უზარმაზარი წნეხის, ზეწოლის, შანტაჟის, პირველ რიგში ბატონ ბიძინაივანიშვილზე, ირაკლი კობახიძეზე, მთელ ჩვენს გუნდზე, ქართული ოცნების თითოეულ ჯარისკაცზე, კბილებით დავიჭირეთ და ისე გავიტარეთ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და მაგაში გვერდში არავინ არ დაგვიდექით. და სიტყვა გადამგდებს რო ახსენებთ, ჯერ დიქით გიორგი გახარიაზე. რამდენი ადამიანი და რამდენი ასე ვთქვათ, თავისი ძველი თანაგუნდელი ყავს გადაგდებული. და იმასაც გაგახსენებთ, რომ 21 წლის არჩევნები იყო და არასრულ
პატარა ბავშვების გადააგდო, ვინც ამუშაოთ და ტელეფონს არ პასუხობ. ეგეც კარგად დაიმახსოვრეთ, როგორი ხასიათის და ზნის ადამიანს ემორჩილებით. საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ კითხვა. ამ თემას სამწუხაროდ თქვენ საათნახევრიან ანგარიშში მხოლოდ რამდენიმე წუთი დაუთმეთ საგარეო პოლიტიკას გულისხმობ, რაც თავისთავად უკვე მეტყველებს თქვენს დამოკიდებულებაზე ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად არ იყო ქვეყნის უბრალოდ ევროკავშირის კანდიდატი, ქვეყნის ასე ვთქვათ სტატუსის მქონე პრემიერის ანგარიში. მე მგონი ეს თვალნათლივ გამოჩნდა. გახარიელებს მინდა უთხრა, ნოდარ დუმბაძის არ იყოს ადამიანს შუბლის ზარღვი რო გაუწყდებაო, რა ზუსტად ესეა თქვენი საქმე. ეხლა მე არ ვიცი პოლიტიკური დედა ვინ არის თქვენი, მაგრამ პოლიტიკური мама ყველა ვიცით ვინც არის და мама აღარ ყავთ გაქცეულია, ესეც კარგად იცის ქართველმა ხალხმა და ზუსტად მოგიჩინათ ის ადგილი, რაც გეკუთვნით, ზუსტად იმ ქმედებიდან და საქციელიდან გამომდინარე, რასაც ჩადიოდით და რასაც ჩადიხართ. რაც შეეხება ეხლა კონკრეტულად ევროინტეგრაციას და რაზეც საუბრობთ, თქოს ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს არ უნდა ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს ამ გზაზე, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, არასამართლიანი დამოკიდებულებაა წლების განმავლობაში კონკრეტული ჩინოვნიკებისგან და ბრიუსელისგან ქართული ხალხის მიმართ, რომელსაც საკადრის პასუხს სცემს ქართული ოცნება. ზუსტად რა პროპორციით ზრდის განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებას თქვენი ეგრეთ წოდებული რეფორმა? კონკრეტულად რამდენ პროცენტამდე ადის განათლების დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტში და რამდენ პროცენტამდე ადის კვლევისა და განვითარების დაფინანსება? თუ ეს მაჩვენებლები არსებითად არ იცვლება, მაშინ რა არის ეს თქვენი რეფორმა? ეს არის ხარისხის გაუმჯობესება, ეს არის ადმინისტრაციული გადანაცვლება, ეს არის ივანიშვილის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გადარჩენის სპეცოპერაცია, თუ ეს არის ჩინეთში შეკერილი სასკოლო ფორმების პროექტი? რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, სახალხო დამცველი გამოვიდა და გახარიას დამცველობა მოსთხოვეს, გენერალური პროკურორი საუბრობდა და გახარიას ადვოკატობა სთხოვეს, აუდიტის სამსახური საერთოდ პროკურატურა ჰგონიათ, დღეს კი ყველანაირი ანტირეკორდი აჩვენეს. განათლების რეფორმა ან არ წაუკითხავთ, ან წაიკითხეს და ვერ გაიგეს, არც დღეს მოусმენიათ როგორც ჩანს, განათლება არის რიგით მესამე პრიორიტეტი, როგორც შინაარსობრივი, ისე ბიუჯეტის თვალსაზრისით, როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების რეფორმა ემსახურება ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდას. კვლევები. პოლიციის აკადემიის სტუდენტებს არ სჭირდებოდათ კვლევები, უნივერსიტეტი რომ დაუხურა გიორგი გახარიამ. სწორედ ჩვენ დავუბრუნეთ ამ აკადემიას უნივერსიტეტის სტატუსი. საგარეო ურთიერთობები, რეზოლუციები, ეკონომიკური პროგრესი და თანამშრომლობის ახალი ეტაპები იყო კანონმდებლების ინტერესის საგანი. დღევანდელი ანგარიშის მოსმენის ფარგლებში დღეს ქართული ოცნების წევრები ამბობდნენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, განსაკუთრებით და ეს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით თქვა, ქვეყანამ გადალახა საკმაოდ მძიმე დაბრკოლებები, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველოს მიაღწია პროგრესს არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით. შესაბამისად დღეს უმრავლესობის წევრები ამბობდნენ, რომ ისევე როგორც დღევანდელი განხილვისას და არა მხოლოდ ოპოზიციას უკმაყოფილების საფუძველი არ გააჩნია. კაცობრიობის ისტორია ითვლება დაახლოებით 300,000 წელს ითვლის სახელმწიფოებრიობა საქართველოსის 300,000 წელს და რატომღაც ბატონმა გიორგი გახარიელმა საქართველოს ისტორიის ათვლა დაიწყო 2026 წლის 9 მაისს. და მანამდე რა ხდებოდა ამ ქვეყანაში, რა გზა გაიარა ამ ქვეყანამ, მათ შორის ოკუპანტთან ბრძოლის ნაწილში, წინა ხელისუფლების თავქარიანმა უპასუხისმგებლო პოლიტიკამ სად მიიყვანა ეს ქვეყანა, ესენი არ იცით. თუ არ იცით, Google-ში არ იძებნება ეს ინფორმაცია. მეორე კოლეგამ კონსტიტუციის 78 მუხლიანი კონსტიტუციის წაკითხვა ისევ 78 მუხლით დაიწყო. მანამდე სხვა მუხლები სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებს ეხება, ეს ისევ არაფერი. ამიტომ მე არ მიკვის, როდესაც თქვენ ისტორიას უკუღმა კითხულობთ, საქართველოს დღეს იმყოფება ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ პოზიციაში. ქვეყანა არის ფაქტობრივად დასავლეთ რუსეთის დაპირისპირების ზონაში მოქცეული და თითოეული გადაწყვეტილება, თითოეული ნაბიჯი, ამ ნაბიჯმა შეიძლება აღმოგვაჩინოს პირდაპირ ამ დაპირისპირების წინახაზი და სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში თქვენი ინიციატივები მხოლოდ და მხოლოდ ამას ემსახურება, რომ მაინც და მაინც წინახაზი აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება.
რაც შეეხება ფრაქციას, გახარია ჯუნიორები და მათ პოლიტიკურ დევის მოვიგიჟიანოთ თავები. აი მართლა გულწრფელად მინდა გკითხოთ, ამ კითხვებს და ინიციატივებს გახარია გიწერთ თუ თქვენი ცნობილი, საქვეყნო ცნობილი პოლიტიკური ალღოთი აგნებთ ხოლმე ისეთ საკითხებს, სადაც განსაკუთრებით ეფექტური იქნება თქვენი პარტიის და ფრაქციის პოლიტიკური გამოსვლა. ეხლა აი უსმენ და ვაკვირდებით ხო მათ ქმედებებს და ნახავთ, რომ მაგალითად ისეთ მოედნებზე შედიან, სადაც აი აბსოლუტურად არაფერი არ ესაქმებათ რა. სულ ცოტა ხნის წინ იყო მათ ინიციატივა შეკრება მანიფესტაციების კანონთან დაკავშირებით. არა და როგორც აღმოჩნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც არ აღმოჩნდა ჭკუის სასწავლებელი ამ ადამიანებისთვის, თქვენმა ბელადმა საკუთარი უკანონო ბრძანებები თვალებრო დათხარა აქ ხალხს. შემდეგ ახლა დღეს ვსაუბრობთ ანექსიაზე და ბორდერიზაციაზე და იქ ჩორჩანას ეპიზოდი უდგა წინ, სადაც 100,000-ობით კვადრატული მეტრი გადაეცათ ოკუპანტებს, ტყე, რომლითაც დღეს საქართველო და ქართველი ხალხი უბრალოდ ვეღარ სარგებლობენ. ახლა აი ამ ყველაფრის ფონზე, რა ვიცი, რა პოლიტიკური ინტუიციით ხელმძღვანელობს ეს პოლიტიკური ჯგუფი, მაგაზე პასუხი გაგაცეს ჩვენმა საზოგადოებამ. ამ წუთებში პარლამენტში შესვენებაა გამოცხადებული, სხდომა ზუსტად 4 საათზე განახლდება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს გასცემს პასუხს. მადლობა მარიამ, თქვენ სმენით მარიამ კოპალეიშვილს. პრემიერ-მინისტრის მოსმენის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს კონსტიტუციის შესახებ ისაუბრა. შალვა აბუაშვილის თქმით, დეპუტატებს და სტუმრებს დაურიგდათ კონსტიტუციის ორიგინალის ზუსტი ასლი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით 1995 წლის 25 აგვისტოს დაგეგმილი იყო კონსტიტუციის ხელმოწერა, თუმცა სახელმწიფოს მეთაურზე გარე და შიდა ძალების ჩარევით ტერაქტი მოხდა. სპიკერის თქმით, ამ გაკვეთილებით მოქმედებს ქართული ოცნების ხელისუფლება. ეს კონსტიტუცია ჩვენ შეგვახსენებს ბევრ რამეს, უპირველეს ყოვლისა შეგვახსენებს თავის შინაარსს და დღეს განსაკუთრებით ხაზგასასმელი არის კონსტიტუცია, რომელშიც აღინიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში. ამ აღნიშვნას, ამ განსაკუთრებული როლის ხაზგასმას მოჰყვა 2002 წელს კონკორდატის ხელმოწერა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. იცით რომ 1995 წლის 24 აგვისტოს იქნა მიღებული კონსტიტუცია, 25 აგვისტოს იყო დაგეგმილი კონსტიტუციის ხელმოწერა, თუმცა მაშინ მოხდა ტერაქტი სახელმწიფოს მეთაურზე. მაშინაც გარეძალების ჩარევით, შიგნით ხელების ფათურით და ადამიანების გარედან ქვეყნის შიგნით დაპირისპირების წაქეზებით მოხდა ტერაქტი, გადაიდო ხელმოწერა და შემდეგ 17 ოქტომბერს 95 წლის ამ დარბაზში გაიმართა ხელმოწერის ცერემონია. ბევრ რამეს შეგვახსენებს ჩვენი კონსტიტუცია, არა მხოლოდ მისი შინაარსი, არამედ მისი მიღების ისტორიაც და სწორედ ამ გაკვეთილებზე დაყრდნობით მოქმედებს დღეს ჩვენი ხელისუფლებაც, რომ არ დაუშვათ გარედან ქვეყნის შიგნით დაპირისპირება, არ დაუშვათ ეკლესიის მიმართ არასათანადო დამოკიდებულებები და ყველაფერი ეს აძლიერებს საბოლოო ჯამში ჩვენ სახელმწიფოებრიობას. საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. უწყების განმარტებით ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას. შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, სამხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც ანგარიშის მიუკერძოებლობასთან, ისე მისი მომზადების პროცესთან დაკავშირებით. განცხადების მიხედვით განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი საერთაშორისო ინსტიტუტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. უწყება ასევე წერს, რომ მსგავსი პრაქტიკა აზიანებს თავად ევროპის საბჭოს ავტორიტეტს და აჩენს საფუძვლიან ეჭვებს ორგანიზაციის ცალკეული სტრუქტურების მიუკერძოებლობის მიმართ. ლუკა ჩანგელია გაგვაცნობს უფრო ვრცლად საგარეო უწყების განცხადებასა და მასზე გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებებს. ლუკა, ეთერში ხარ.
მიუღებელია დემოკრატიის სახელით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა და დაუშვებელია მიუკერძოებელი დამოკიდებულება. კესო ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი გზავნილი და შეფასება ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით. დღეს საქართველოს დიპლომატიური უწყება ღიად ამბობს იმას, რომ ეს რეზოლუცია და დოკუმენტი არის გაჯერებული მიკერძოებული დამოკიდებულებებით და მიზნად არა ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას, არამედ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციას და ამის ფონზე იმ კონკრეტული კანონმდებლობების დისკრედიტაციას ემსახურება, რომელიც რეალურად საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას ემსახურება. დიპლომატიური უწყება ასევე ღიად აღნიშნავს იმასაც, რომ ეს არის ტენდენციური გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის თავად ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან და ამავდროულად ხაზგასმულია ისიც, რომ მსგავსი რეზოლუციები მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს თავად ევროპული სტრუქტურების დამოკიდებულების რეალურ მიზანს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გატარდეს არასამართლიანი პოლიტიკა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს და საერთაშორისო წესრიგზე არის დაფუძნებული, არამედ რომელიც ემყარება მხოლოდ და მხოლოდ მიკერძოებულ პოლიტიკას. მიუღებელია დემოკრატიის სახელით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა. კანონიერად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული კრიტიკა და იმ პოლიტიკური ჯგუფების წახალისება, რომლებიც არჩევნების გზით მიღებული საზოგადოებრივი მანდატის უგულებელყოფას ცდილობენ. მსგავსი მიდგომა არა დემოკრატიის განმტკიცებას, არამედ პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებასა და რადიკალური პროცესების წახალისებას ემსახურება. დაუშვებელია სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება. ასევე ეროვნული ინტერესების გათვალისწინებითა და კონსტიტუციური პროცედურების სრული დაცვით მიღებული საკანონმდებლო გადაწყვეტილებების პოლიტიკური ნიშნით შეფასება. შემაშფოთებელია კანონების გაუქმების მოთხოვნა სათანადო სამართლებრივი არგუმენტაციისა და ობიექტური შეფასების გარეშე, რაც ხდება ინსტიტუციური მანდატის ფარგლებს და პოლიტიკური ჩარევის ნიშნებს ატარებს. საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წესრიგსა და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. არც ერთი გარე პოლიტიკური ზეწოლა, დეზინფორმაციული კამპანია თუ უსამართლო შეფასება ვერ გახდება საქართველოს ეროვნული ინტერესების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ლეგიტიმაციის უგულებელყოფის საფუძველი. საპარლამენტო ასამბლეის მიერ ამ რეზოლუციის მიღების პროცესში მთავარი წვლილი შეიტანა ორმა პოლიტიკურმა ძალამ. ერთი არის ევროპის სახალხო პარტია, რომელიც თავის მხრივ არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ოჯახი და მეორეს მხრივ ასევე ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო პოლიტიკურმა ჯგუფმა ალდემ, რომელიც უპირატესად მიიჩნევს ლიბერალური ღირებულებებისა და ეგრეთ წოდებული ფასეულობების გავრცელებას. სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულად უჭერს მხარს აღნიშნულ რეზოლუციას და მეტიც ამ პარტიაში ღიად ამბობენ იმასაც, რომ შესაძლებელია ამ დოკუმენტის მაშველ რგოლად გამოყენება მათი გეგმებისა და სურვილების განხორციელების პროცესში, რაც შეეხება მმართველ გუნდს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მსგავსი პოლიტიკით, ამ მიდგომებით და ამ ნარატივით შეუძლებელი არის ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული კავშირის შენარჩუნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რადგანაც აქ ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკა, არამედ ეს არის ასევე ევროპარლამენტის პოლიტიკაც, რომელიც სრულ კავშირში არის ერთმანეთთან და სინქრონულად მოქმედებს ეს ორი ორგანიზაცია იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ რიტორიკა გააღრმავოს და ამავდროულად ქართულ ხალხს დაუპირისპირდეს. ევროსაბჭოს რეზოლუცია კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მძიმე მდგომარეობაში ყოფილა ჩვენი ქვეყანა. აქ აღარ არის საუბარი დემოკრატიულ უკუსვლაზე, სწორედ ამას ეხმაურება ევროპის საბჭოს რეზოლუცია, სადაც კაცრად არის დაკრიტიკებული ქართული ოცნება. ჩვენ ვითხოვთ თავისუფალ სამართლიან არჩევნებს, რომლის უზრუნველყოფა მხოლოდ შეუძლია ჩვენს დასავლეთ პარტნიორებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია გასაგებია, რომ ჩვენთვის არ არის საინტერესო, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ღირებულება არ აქვს ქვეყნისთვის რამდენიმე მიზეზის გამო. უპირველესად ის არ ეფუძნება ფაქტებს, ის არ ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის ნებას და არ აღიარებს საქართველოს ლეგიტიმურ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის შეუძლებელია უბრალოდ ამ დოკუმენტის მიღება, როგორც რაიმე სერიოზული დოკუმენტის, რომლის გათვალისწინებაც ან მასზე დაფიქრებაც შეიძლება საჭირო იყოს საქართველოში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია საქართველოს შესახებ 24 ივნისს მიიღო. სწორედ ამ დროს დარბაზში იმყოფებოდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს ერთის მხრივ ნაციონალურ მოძრაობას, ოპოზიციას და მეორეს მხრივ თავად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ამავდროულად ამ პროცესში, ასე რომ ვთქვათ, ირიბად ჩართული იყვნენ ქართველი ოპოზიციონერები, რომლებიც ასევე ევროსაბჭოში იმყოფებოდნენ. მადლობა ლუკა, პირდაპირ ეთერში საუბრობდა ლუკა ჩანგელია.
საგარეო საქმეთა მინისტრი ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ვიცე-პრემიერი უკვე ხორვატიაში იმყოფება. ფორუმი დღეს და ხვალ იმართება, სადაც საქართველოს პირველი დიპლომატი სიტყვით გამოვა. ფორუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრებიც. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ფარას ამკაცრებს მიზანი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. შესაბამისი კანონპროექტი შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ გამონაკლისების გაუქმებას, რომლებიც კანონმდებლობის შეფასებით უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური საქმიანობის განხორციელებისა და უცხოელი აგენტის სტატუსით რეგისტრაციის თავიდან არიდების საშუალებას აძლევს. ცვლილებების მომზადებასა და დამუშავებაში 10 სენატორი მონაწილეობდა, მათ შორის ჯიმ რიში და ჯონ კორნინი. კანონპროექტი ძალაში შესასვლელად ჯერ შტატების სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცონ, რის შემდეგაც მას პრეზიდენტი ხელს მოაწერს. ანალოგიური კანონპროექტი წარდგენილია კონგრესის ქვედა პალატაშიც. როცა გავიგე ეს ინფორმაცია, გამახსენდა ამერიკის ყოფილი ელჩის განცხადებები, რომ ქართული სახელმწიფოს მცდელობა, რომ რაღაცნაირად დაეცვა ქართული პოლიტიკა გარეო მავნე უცხოური ჩარევებისგან, ამ მცდელობას მას უწოდა რუსული და იმ კანონს, რომელიც ჩვენ დავაინიციირეთ, უწოდა რუსული კანონი. სინამდვილეში ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ როდესაც სახელმწიფო დგება სერიოზული საფრთხის წინაშე, როდესაც სახელმწიფო ხედავს, რომ მისი სამართლებრივი რეგულაციები ვეღარ უზრუნველყოფს კარგად დაცვას გარემავნე ჩარევებისგან, უცხოური ფულის შემოტანისგან შიდა პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ყველა ძლიერი ჯანსაღად მოაზროვნე სახელმწიფო ცდილობს საკუთარი პოლიტიკის, საკუთარი საზოგადოების არჩევნების პოლიტიკის დაცვას. ამიტომ ეს არის ამერიკის მხრიდან სრულიად ბუნებრივი, ლოგიკური, ნორმალური ნაბიჯი. რაც არ არის ხოლმე ბუნებრივი და ლოგიკური, არის სხვა ქვეყნების მცდელობებზე დაბულინგება ამ სახელმწიფოების, შანტაჟი, იძულება, რაღაც სხვადასხვა იალიყების მიწევა, როდესაც სხვა სახელმწიფოებიც ცდილობენ საკუთარი სახელმწიფოს დაცვას. რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. ნაციონალურ მოძრაობაში კრიზისი, ოპოზიციაში კი დაპირისპირება გრძელდება. შეცვლის თუ არა პერსონების ცვლილება მიმდინარე პროცესებს სააკაშვილის პარტიაში უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა დარჩება თუ არა პარტია ოპოზიციურ ალიანსში. თამარ ჩერგორეიშვილი წერს, რომ ალიანსი არის სტრატეგია და წესები, საკუთარ ხელმოწერილ წესებს კი ვინც ემიჯნება, ის ალიანს მიღმა აყენებს თავს. ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ მართლ გუნდშიც. ფორმატი, სადაც მთავარი გზავნილი ანტიმიშა და ანტიმიშა რომ მარცხის ფორმულაა და ლუზერობა, ეს აჩვენა ბოლო 14 წელმა. ამიტომ ცხადია, როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანი საუბრობს, რომ ალიანსი უნდა დატოვოს ნაციონალურ მოძრაობამ, ჩვენ რა თქმა უნდა არაფერი საერთო არ გვექნება იმ ადამიანებთან, რომლებმაც პოლიტიკური კაპიტალიზაციის გზად ანტიმიშა ირჩია. პირველ რიგში მე წარმოვადგენ მიხეილ სააკაშვილის გუნდს, მისი ინტერესების გატარებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც შეეხება დემოკრატიულ პროცესს, რა თქმა უნდა, პარტიაში კონკურენცია არის მნიშვნელოვანი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტიაში იქნება ეიჯიზმი. ეს არის კატასტროფის პირას მისული ორგანიზაციის ისეთი ნაბიჯები, თავგანწირული ნაბიჯები, რომ იქნებ როგორმე გამოასწორონ სიტუაცია. მე გეუბნებით, რომ არც ერთი ნაბიჯი აღარ დარჩა უკვე ისეთი და თვითონაც ისეთი ურთიერთობები აქვს ერთმანეთთან, რომელიც მათ გადაარჩენს და პოლიტიკურ ასპარეზზე დატოვებს სერიოზულად. ამიტომ ამას უკვე სერიოზულად აღარ უყურებ, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მინავლებად რეჟიმში არის გადასული და სრული კატასტროფის წინაშე დგას. სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქმეების განხილვა გრძელდება. თელავის რაიონულმა სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა ზაქარია მარკოზაშვილს, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ვიკა ბუკიას. ამავე სასამართლოში 1 ივლისამდე გადაიდო მოქალაქე იოსებ ჭუაძის საქმის განხილვა, რომელმაც უცენზურო სიტყვებით თია წულუკიანი და ლევან მურუსიძე მოიხსენია. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლოს მიმართვის საფუძველზე სასამართლოებში ამ ეტაპზე 100-მდე საქმე განიხილება.
დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, დათვალიერდა როგორც პოსტები, ასევე კონკრეტული კომენტარები, რომელიც წარმოადგენდა სავარაუდო სამართალდარღვევას, შეფასებული იყო თუ რამდენად ექცეოდა კონკრეტული კომენტარები გამოხატვის თავისუფლებაში, თუ თავისი შინაარსი და უხამსობის გათვალისწინებით უკვე წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას. დღეს განხილული საქმეებიდან ერთი საქმე დასრულდა გადაწყვეტილების გამოცხადებით პირის სამართალდარღვევად იქნა ცნობილი და დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ორ საქმეზე ერთი საქმის გამოცხადება გადაიდო სხვა დროისათვის, ხოლო მეორე საქმე გადაიდო, ვინაიდან მხარეს სათანადო წესით ვერ ეცნობა სასამართლოს პრომის თარიღის შესახებ. ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულ 20 პირს, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ირაკლი მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მხეიძე 2023 წელს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულაციების სააგენტოს დირექტორი იყო. ამავე საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრი ძებნაშია. კურიერის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მიხეილ ჩოხელია. ჩოხელი ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირია, ის წლების წინ ფინანს და სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა. მისი სახელი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეშიც ფიგურირებს. 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე დაკავებულია სულ 17 პირი, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. შიდა ქართლის პოლიციამ 6 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ირანის მოქალაქე. სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული 14 შეკვრად დაფასებული ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიების მიხედვით ბრალდებულმა ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მისი ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ დაზარალებულის ოჯახის წევრთან გაავრცელა. დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბისარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინა. დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე. გამოძიების მიხედვით ბრალდებულებს ქვემო ქართლის რეგიონში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად ამზადებდნენ სარეცხ ფხვნილებს ABC-ის, Ariel-ის, Tide-ის და Persil-ის სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენებით. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 1325 შეკვრა სარეცხი ფხვნილი. ლოტკინის დასახლებაში ხუდადოვის 102 ნომერთან სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით 4200 კვადრატულ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება. დაერგება სხვადასხვა სახეობის ხელმცენარე, მოეწყობა საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, ტრენაჟერები და მოსასვენებელი პავილიონები. პროექტს ნაძალდევის რაიონის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტში 850.000 ლარია გათვალისწინებული. მოსახლეობის თხოვნით აღნიშნულ სივრცეში ეწყობა მოსასვენებელი სივრცე, ძალიან ლამაზი სკვერი მოეწყობა, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა შესაბამისი პროექტი იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ მაგალითად ვარჯიში, იქნება საფეხბურთო მოედანი, იქნება ბავშვებისთვის ატრაქციონები განთავსებული. გარდა ამისა, მიდის კონკრეტული ფერდის მოჭრის სამუშაოები, სადაც გამაგრებითი კედელი მოეწყობა, იმისთვის, რომ აღნიშნული ფერდი იყოს გამაგრებული, იყოს უსაფრთხო. სექტემბრისთვის სამუშაოები მთლიანად დამთავრებული იქნება, ახალი ხელმცენარეები დაირგება. აქ მცხოვრებელ მოსახლეობას არ ქონდა სივრცე, სადაც ისინი შეძლებდნენ დასვენებას, საკმაოდ დასახლებული არის ირგვლივ აღნიშნული ტერიტორია. ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 235 ადამიანი დაიღუპა. მონაცემები ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა გაავრცელა. ბოლო დადასტურებული ინფორმაციით დაშავებულია 4300 ადამიანი, ათასობით კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის 2 ძლიერი მიწისძვრა გუშინ ღამე მოხდა. ციკის ეპიცენტრი დედაქალაქ კარაკასის დასავლეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა.
ტაივანის რამდენიმე რეგიონში სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადა ტაიფუნ მეხალას მიერ გამოწვეულმა ძლიერმა წვიმებმა და წყალდიდობებმა ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებში სერიოზული პრობლემები შექმნა. კუნძულზე საზოგადოებრივი ცხოვრება პარალიზებული აქვს. მილიონმა ადამიანმა სამსახურში და სასწავლო დაწესებულებებში წასვლა ვერ შეძლო. სტიქიას იაპონიის სამხრეთ და დასავლეთ კუნძულებზეც ებრძვიან. ციკლონი რიუკის არქიპელაგისკენ გადაადგილდება, რის გამოც ქვეყანაში 2 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა. იაპონიის ხელისუფლების განცხადებით მოსალოდნელია მასშტაბური წყალდიდობები და მეწყერი, რის გამოც რეგიონებში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. მოამინდობის გამო უკვე გაუქმებულია 200-ზე მეტი ავიარეისი და შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა. ევროპაში რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა. ქვეყნებმა ექსტრემალური კლიმატური პირობებით გამოწვეული სიკვდილიანობის დათვლა უკვე დაიწყეს. ესპანეთში, სადაც ივნისის ახალი ტემპერატურული რეკორდები დაფიქსირდა, სიკვდილიანობის მონიტორინგის სისტემის ცნობით 4 დღეში 212 ადამიანის გარდაცვალება შესაძლოა სწორედ სიცხეს უკავშირდებოდეს. საფრანგეთში ბოლო ერთ კვირაში წყალში 40 ადამიანი დაიხრჩო, ხოლო იტალიაში სიცხის ტალღამ 5 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 3 იღია ცის ქვეშ მუშაობისას დაიღუპა. მაღალი ტემპერატურის გამო იტალიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში საგანგაშო გაფრთხილებები მოქმედებს. შეფარხებულია სატრანსპორტო სისტემა, უქმდება ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ღონისძიებები და სკოლებში სასწავლო პროცესი. ექსპერტების შეფასებით კლიმატის ცვლილებას ადამიანის მავნე ტექნოლოგიური ზემოქმედება იწვევს, წიაღისეულის მოპოვებამ კი საწვავის გამოყენებამ და კონტინენტზე ტემპერატურა სწორედ 2-დან 4 გრადუსამდე გაზარდა. ახლა კი ისევ საქართველოს სტუდენტური პარლამენტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა ღონისძიებას. სხვადასხვა უნივერსიტეტის 1400 სტუდენტი, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის წარმატებით დასრულებისთვის სტუდენტებს სერტიფიკატები და დიპლომები გადაეცათ. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, რომ ჩაერთოთ ჩვენს თითოეულ ინიციატივას. სტუდენტების სახელმწიფოს განვითარებისთვის არის ახალგაზრდობის სააგენტო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის შემეცნებით აქტივობს, იქნება ეს ექსკურსიები, ბანაკები თუ გაცვლითი პროგრამები. 10 წლის განმავლობაში ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანდა 6000-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელთა შესაძლებლობა მიეცათ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებთან ვიზიტის, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღებ პირებთან შეხვედრის და ქვეყანაში მიმდინარე სიახლეების შესახებ პირველს გაეგოთ ინფორმაცია. თითოეული მათგანი დაჯილდოვდა სერტიფიკატებით და დიპლომებით, რომლებიც მოვიდნენ დღევანდელ კონფერენციაზე. ქარელსა და ხაშურში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო სპორტის მინისტრი. შალვა გოგოლაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებს, სპორტსმენებსა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ინვენტარითა და სპორტული ეკიპირებით აღჭურის გარკვეული საკითხები დაუყოვნებლივ გადაიჭრა უახლოეს დღეების განმავლობაში კი სპორტული სკოლები და დარბაზები საჭირო ინვენტარითა და სპორტული ეკიპირებით მომარაგდება. სურვილი დავდივარ ამ აუზის გახსნის დღიდან და მადლობელი ვარ, რომ აქ აუზი გახსნეს. შეჯიბრებშიც მე მიღია მონაწილეობა და ძალიან გამეხარდა, რომ დღეს ჩვენ მინისტრი გვესტუმრა და გვიყურა როგორ ვარჯიშობთ. ძალიან კაი მდგომარეობა დახვდა თითოეულ რაიონში, შეძლებს დაგვარად გუბერნიას, თითოეულ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს ყველაფერია დაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენ მომავალ თაობას გქონდეს შესაბამისი პირობა იმისა, რომ თანამედროვე პირობებში ივარჯიშოთ. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, ამ გამოწვევებს ჩვენ შეძლებს დაგვარად ყველანაირად ვეცდებით, რომ ახლო მომავალში მოვაგვაროთ განსაკუთრებულად სპორტული აღჭურვილობის კუთხით. მოვინახულეთ ინფრასტრუქტურა, არსებული სტადიონები, საცურაო აუზი ქარელის მუნიციპალიტეტში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სტადიონი, ასევე შევხვდით სპორტსმენებს და მწვრთნელებს, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, თუ რა გამოწვევებიც არის დღეს ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სპორტის მიმართულებით, ასევე ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, თუ რა გეგმებიც არის განსახორციელებელი ამ ორივე მუნიციპალიტეტში. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში სტარინგ ჯორჯია სტრატეგიული განვითარების საბჭოს კრეატიულმა ხელმძღვანელმა ციცილიაშვილმა პირველი ავტობიოგრაფიული პოლიჟანრული წიგნი ბექსტეიჯ სცენის მიღმა ამბავი წარადგინა. წიგნი გასართობ ინდუსტრიას ეხება. ნაშრომი აერთიანებს მრავალწლიან გამოცდილებას, წარმატებებს, გამოწვევებსა და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც ავტორის კარიერა და ცხოვრება განსაზღვრა.
ჩემი წიგნით მინდოდა გამომეტანა სააშკარაოზე ყველა ის სირთულეები, კრიზისები და რაც თავარია პასუხისმგებლობა, რომელიც ამ საქმიანობას თან ახლავს, ვისაც ეფიქრება და გადაწყვეტილი არ აქვს რაქნას, ან რას დაუკავშიროს თავის მომავალი პროფესია, ჯერა რომ ჩემი წიგნი შეიძლება ერთგვარი მგზამკვლევი გახდეს. ძალიან საინტერესოა ეს წიგნი, არა მარტო იმიტომ, რომ თქვა ერთი ყოჩაღი ადამიანის და ავტორის და ამ შემთხვევაში ასე თქვა ციცის ბიოგრაფია და ავტობიოგრაფიული წიგნი, არამედ მე მგონია, რომ ეს შეიძლება იქცეს შთაგონების წყარო ძალიან ბევრი სხვა ადამიანისთვის. ან იმათვის, ვისაც თქვა მართლა აინტერესებს, რა დგას ხოლმე ამ დიდი საქმეების უკან. რამდენიმე წუთში განახლდება საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა, რომელსაც დაწყებისთანავე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი 3 საათიანი კურიერი დასრულებულია დროებით.